საქართველოს პედაგოგთა გადამზადების ახალი სქემა მუშავდება ინიციატივით განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე გამოვიდა. სიახლის თანახმად საწყის ეტაპზე პედაგოგები პროფესიისთვის მოემზადებიან, მეორე ეტაპზე კი ისინი კარიერული წინსვლაზე იზრუნებენ. კიდევ რა სიახლეები ელოდებათ პედაგოგებს სამინისტროს და სპეციალისტთა კომენტარები თამარ კიკნაძის რეპორტაჟში. პედაგოგებისთვის მომზადება და შემდგომ კარიერული ზრდა. ასეთია საქართველოს განათლების სამინისტროს ახალი სქემა, რომელსაც უწყება პედაგოგებისთვის ამუშავებს. გადამზადების ახალი კონცეფციით მასწავლებლის კვალიფიკაცია მენტორის დონეს უნდა გაუტოლდეს. იქნება გამიჯნული კატეგორიები, როგორი უნდა იყოს მომზადებული პედაგოგი, იმისათვის რომ ის შევიდეს პროფესიაში. შემდეგ უკვე მივდივართ კარიერულ განვითარებაზე და წინსვლაზე. დღესდღეობით ჩვენ გვაქვს იდენტიფიცირებული ასეთი 4 კატეგორია, რომელიც გულისხმობს, რომ უმაღლესი კატეგორიის მასწავლებელი უკვე არის იმდენად კვალიფიციური, რომ მას უკვე ექნება მენტორის, ასე ვთქვათ, ფუნქცია, რომელიც თავისთავად მომზადებს დამწყებ პედაგოგსაც. ახალი ინიციატივა საფუძვლად, როგორც საქართველოს განათლების მინისტრის განცხადებიდან ჩანს, დღეს მოქმედი სერტიფიკაციის მეთოდის არასრულფასოვნება უდევს. თამარ სანიკიძის განცხადებით, ტესტირების გზით პედაგოგის მხოლოდ თეორიული ცოდნა მოწმდება, მისი პრაქტიკული უნარების შემოწმება კი ვერ ხერხდება. მინისტრის თქმით, ახალი სქემა დღეს მოქმედისაგან განსხვავებით ყველა პედაგოგს შეეხება. მთელი აქცენტი იყო სერტიფიცირებულ მასწავლებელზე და მათ განვითარებაზე. რეალურად ამ პედაგოგებს არ ქონიათ იმისი შანსი, რომ ჩართულები ყოფილიყვნენ ამ სქემაში. ტესტის შეფასება, ერთი რომ მიუღებელია და არაადეკვატურია, მეორე არაფრის მომცემი არ არის. რეალურად ამოწმებს რაღაც კონკრეტულ კომპეტენციებს და ის დიდი ნაწილი, პრაქტიკული ნაწილი და კიდევ სხვა კუთხით შეფასება, რომელიც სჭირდება პედაგოგს, არ ხორციელდებოდა. ინიციატივის ირგვლივ ბათუმის განათლების რესურს ცენტრშიც ისაუბრეს. გოჩა დავითაძე აცხადებს, რომ ვიდრე პედაგოგთა შეფასება დაიწყება, პროფესიული გადამზადებაა საჭირო, რაშიც მათ მასწავლებელთა სახლებიც დაეხმარება. სანამ მასწავლებელს შევაფასებთ, მანამდე მასწავლებელს უნდა დავეხმაროთ მის კარიერულ ზრდაში და ამ მხრივ ბათუმში კარგი მაგალითია ბათუმის მაგალითია, რომ ბათუმში იხსნება მასწავლებელთა სახლი. სასერტიფიკაციო გამოცდების შემდგომ ხდებოდა მასწავლებლის შრომის ანაზღაურება 75 ლარით. ამ შემთხვევაშიც იმ მასწავლებლების, რომლებიც გაივლიან ამ ყველა პროცედურას, შესაბამისად მოხდება მათი დახალისება ხელფასის მხრივ. მასწავლებელთა უწყვეტი განვითარების სქემა წლების განმავლობაში იგნორირებული იყო. 2010-2012 წლებში პედაგოგობის მაძიებლობის ეტაპი აღარ იყო სავალდებულო. აცხადებს სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის განათლების სპეციალისტი თამარ მოსიაშვილი და აღნიშნავს, რომ ამ ყველაფრის გათვალისწინებით სიახლე მისაღებია. თუ სახელმწიფო გეგმავს, რომ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთოს და ყურადღება მიაქციოს სქემას, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემას, ესეც არის დადებითი, რადგან მასწავლებლის ეფექტურობა ძირითადად განისაზღვრება სასწავლო პროცესში და ეს მიდგომაც დღემდე იყო უარყოფილი. სპეციალისტები ასევე აღნიშნავენ, რომ ახალი ინიციატივის დადებითი მხარეების მიუხედავად, მასწავლებელთა შეფასების ახალმა სქემამ სერტიფიცირებული მასწავლებლების ხელოვნური ზრდა ან მათი უმუშევრობა არ უნდა გამოიწვიოს.